სტრატეგიით გაყვება ამ ყველაფერს მართველი გუნდი ჩვენ ახლა ქართული ოცნების წარმომადგენელს მოусმენთ ლევან მაჭავარიან ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე გვერდითება საღამოშტობის საბატონო ლევან მადლობა რომ მონაწილეობთ თქვენს გადაცემაში ოპოზიციასთან ვსაუბრობდით მოსალოდნელ არჩევნებზე უსმენდით ალბათ რაღაც ერთობლივ განცხადებასაც ნახავდით მოკლედ იგჯერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან მე მინდა თქვენი პარლამენტის თავმჯდომარის მოკლედ გამოხმაურებაზე კითხოთ რომელიც გუშინდელ აქციას ეხებოდა და მან თქვა რომ აქცია რომლის სცენიდანაც უკვე საჯაროდ ხელისუფლების დამხობის და ყველას დაჟის პირობა დაიდო ევროკავშირის დაფინანსებული იყო ძალიან პირდაპირ ბრალდება გააჟღერა შალვა პაპუაშვილმა საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია რომ ეს აქცია ასე იყო დაფინანსებული და რა შეგიძლიათ მეტი გვითხრათ იმიტომ რომ ოპოზიციამ თქვა რომ აი კიდე ერთი საბაბი ხელისუფლებამ გამოიყენა ევროკავშირის გასაკრიტიკებლად პირველ რიგში მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ NGO ორგანიზაციებს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ჩვენო მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან თუ საიდან ფინანსდებიან ისინი საბედნიეროდ რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი USAID და NED მათ გამოეცალათ როგორც ძირითადი დაფინანსების წყაროები ესე ვთქვა და დარჩათ ევროპული ფონდები სადაც ძირითადი ფონდი არის EID მოგეხსენებათ და მე ბატონ შალვას წერილთან ერთად იმასაც შევახსენებდი ჩვენ საზოგადოებას რომ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა მიმართა ევროკავშირის ელჩს მიმართა თვითონ ფონდ EID-საც იმასთან დაკავშირებით წერილობით იმასთან დაკავშირებით რომ მათ გაასაჯაროონ ის დაფინანსება რაც მოდის მათი მხრიდან NGO ორგანიზაციების მიმართ და რაში მიხარჯება ეს ფული და ნუ იქ ხელოვნურად იწელებოდა პროცესები და თუ არ ვშტები დაახლოებით 6 თვის თავზე მიიღო ძალიან ბუნდოვანი პასუხი რომ ამას ფიზიკურად ისინი ვერ გაასაჯაროებდნენ და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ეს სწორედ ის თანხები არის და აქ აი ძალიან დიდი ბოდიში აქ საინტერესო ისიც არის შეიძლება ჩვენს ტელემაყურებელს ეს არ ახსოვდეს რომ როდესაც ოქტომბრის არჩევნების ასე ვთქვათ შემაჯამებელი აქცია იყო თვითონ ოპოზიციის ხომ იქ სწორედ ამ NGO ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს შემაჯამებელი აქცია რაც ნუ არ ვიცი უპრეცედენტო არის მე არ ვიცი სხვა ქვეყანაში ასე ხდება თუ არა რომ პარტიების მაგალითად NGO-ები ატარებენ ხოლმე შემაჯამებელ აქციებს და ნუ ძალიან სამწუხაროა რომ ეს გრძელდება თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს კანონპროექტებით უპირისპირდებით სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ მივიღეთ უმარტივესი ქართული გამჭვირვალობის 6 გვერდიანი კანონი რუსული რა უწოდეს ვინაიდან არ აწყობდათ ეს გამჭვირვალობა ეხლა თქვენ კარგად იცით რომ უკვე ამოქმედა FARA რომელიც სიტყვით მძიმე წერტილით ნათარგმნი არის ამერიკული მოქმედი რედაქცია რომ არავის ასე ვთქვათ სასპეკულაციო ველი არ დაუტოვოთ ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად უკვე ისინი ვერ გაექცევიან იმას რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდეს და ჩვენი მოქალაქეები თავისი თვალით უკვე რეესტრში იხილავენ თუ საიდან მოდის ეს ფული რას ხმარდება და ასე შემდეგ. კარგი და რა ინტერესი შეიძლება ქონდეს ევროკავშირს ამ შემთხვევაში ბატონო ლევან და აქვე გავაერთიანებდი აი იგივე გერმანიის ელჩზე ვიხილეთ ჩვენ კრიტიკული განცხადებები დღეს იმიტომ რომ მან მოიხულა ნუ მაშინ ჯერ კიდევ მოშიმშილე იმიტომ რომ შეწყვიტა უკვე შიმშილობა ელენე ხოშტარია და ესე იგი თავად ელჩი ამბობდა რომ ეს იყო რაღაც ემპათიის გამოხატულება და მართლობა გუნდმა ფაქტობრივად დიპლომატიური კატასტროფა უწოდა ამას. ანუ ხო შეიძლება რომ მართლა რაღაც ადამიანურ მოსანახულებლად იყო მისული. ანუ რას ხედავს ამაში მართველი გუნდი საფრთხის შემცველს როგორც ფიშერის ქმედებაში ისე თუ კი აფინანსებენ რა ინტერესი უნდა ქონდეთ რას ფიქრობთ? ხო, ნუ ეხლა ბატონი ფიშერის შემთხვევაში ჩვენ კარგად ვაკვირდებით მით უმეტეს ბოლო თვეების განმავლობაში თუ როგორ არის იგი პირდაპირ უხეშად ჩართული ჩვენ შიდა პოლიტიკაში მთლიანად არ ღვევს ასე ვთქვათ ვენის კონვენციას სასამართლო პროცესებზე დადის ზეწოლა მოსამართლეებზე თვითონ გამოდის ინიციატივებით რომელ ბრალდებულს რა სანქცია ეკუთვნის ვინ ამდენი უნდა მოიხადოს სასჯელი ასე შემდეგ აჯილდოებს ნაციონალური მოძრაობის ის წევრებს იქ რაღაცა კვლევებს ატარებს მედია თავისუფლებაზე რომელსაც უკვეთავს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიცაბჭოს წევრს და ასე შემდეგ უამრავი მაგალითი შეგვიძლია რა თქმა უნდა ჩამოვთვალოთ ბატონ ფიშერთან დაკავშირებით და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებით და ხა რაც შეეხება იმას რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან ნუ იქ ბატონი შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა შემდეგ მისი გამოხმაურებაც ნახეთ და კვლავ ბატონმა პაპუაშვილმა დაწერა პოსტი ამასთან დაკავშირებით რომ ხა თუ ადამიანთან მიდიხარ რომელიც ჩიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან ნუ უფრო მიზანშეწონილად ჩვენ ყოველ შემთხვევაში მიგვაჩნია რომ ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ მოდი ესე თქვა და პირიქით იქ რჩევა არ მიცემ
მიცე რომ გააგრძელოს შიმშილობა და პირიქით რჩევა მიცე რომ მან შეწყვიტოს თავის დაზიანება. ხო, ჩვენ უფრო ჯანსაღი მიდგომა ესე მიგვაჩნია რომ უფრო ჯანსაღი მიდგომა არის და უფრო ქართულიც არის და უფრო ევროპულიც არის და უფრო ადამიანურიც არის და ეხლა შეიძლება იყოფა ჩვენი და ბატონი ფიშერის აზრები ამაში ერთმანეთში და მას თავისი აზრი აქვს კი ბატონო, თუმცა ჩვენი მოქალაქეები შემდეგ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავის დაფასებენ. ბატონო ლევან, ასე მინდა კითხოთ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ და ამის შემდგომ ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედა. ეს დღეს დაადასტურა პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც და მაგალითად შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს და აი ვენის კონვენციის დაზღვერდაზე თქვენც ისაუბრებთ ეს უკვე ელჩების მხრიდან. სცადეთ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით იგივე ევროპელებთან კომუნიკაცია მაგალითად ან არ ვიცი ხელისუფლებამ რაიმე ხერხები ან რაიმე ბერკეტი გამოიყენა იმისთვის რომ ეს საკუთარი თუნდაც პროტესტი, თუნდაც ეს უკმაყოფილება გამოეხატა. კი, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში არის. ეხლა იქ მარტო ვენის კონვენციის დარღვევაზე არ არის საუბარი, როდესაც წინასაარჩევნოდ საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიდნენ რიგი ქვეყნები ევროკავშირიდან, კარგად გახსოვთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს პირდაპირ გაეროს წესდების დარღვევაც იყო და შესაბამისად მონაწილეობას კი, რა თქმა უნდა, ანტისამთავრობო აქციებზე ეს პირდაპირ გაეროს წესდების დარღვევა არის, ამაში დამეთანხმება აბსოლუტურად ყველა, ვინც შეხედული არის თემაში და შესაბამისად, ძალიან ბევრი რაღაცა ირღვევა მათი მხრიდან. მე კიდევ უკან დაუბრუნდები თქვენ თავდაპირველ კითხვას რომ რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო და ჯამში გავაერთიანებ. ისე უნდა დაუბრუნდეთ. ხა რამდენჯერაც მე ეთერში არ უნდა მოვხდე, ყოველთვის ამ თემაზე ვისაუბრებთ, ვინაიდან მიზეზი არის ერთი და იგივე. და კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, რომ კარგად გადახედონ თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ხო? ეს მიდგომა, ეს უსამართლო მიდგომის კასკადი დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში ის ტრაგედია, რა ტრაგედიაც დღემდე ტრიალებს. ზუსტად იმ დღიდან დაიწყო. და შემდეგ მილიონი გამოგონილი საბაბი ბრალდება იქ რაღაცა შემდეგ ორ კანონზე ქონდათ გართულება როგორც უკვე თქვი გამჭვირვალობის უმარტივეს ქართულ კანონზე რომელიც უკვე ყველა ხდება რომ ყულში ამ ყოფეშვენი საზოგადოება იქ ანტი-LGBT პროპაგანდა კანონზე ნუ მიხეილ სააკაშვილზე ყველა რეზოლუციაში გვიწერენ რომ იგი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ. ამასობაში გახსოვთ 27-ვე ელჩის ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებზე მოგსაუბარი დემარში რომ თითქოს სააკაშვილი მკვდებოდა და უნდა გადაგვეყვანა სხვა ქვეყანაში და თელმა საქართველოს ვიცოდით რომ სიმულიანტობდა, ხო? ეგრეც აღმოჩნდა და სტრასბურგმაც დაადგინა რომ საკვების მიღება დაიწყოს და კარგად გახდებაო, სწორედ ასე განვითარდა მოვლენები, ბოდიშს არავის არ მოუხდია. უამრავია ჩვენ ერთი ეთერი, კი არა, ორი და სამი ეთერი არ გვეყოფა, იმდენი უსამართლობა შემიძლია მე ჩამოვთვალო, რაც არის თვალსაჩინო, რომელიც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში ეს ტრაგედია. ვინაიდან ეს ყველაფერი მოხდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს, ვიღაცამ შეიძლება არ დაიჯეროს. დახურულ კარს მიღმა იყო პირდაპირ მოთხოვნები, რაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ. იქიდან რამდენიმე დღეში ბატონმა ზელენსკიმ ელჩიც გაიწვია და იქაც უნდა დააკვირდნენ ჩვენი მოქალაქეები, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატო იყო ამდენი დამთხოვა. ორ კვირაში ბატონ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდ დოლართან წტომა შეუჩერეს, იყო უამრავი დე-ფაქტო დე-იურე სანქციების შემდეგ, კანდიდატის სტატუსის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება და ასე შემდეგ. ვინაიდან ჩვენ უარი განვაცხადეთ იმაზე რომ პროქსიუმში ყოფილიყო საქართველოს გამოყენებული. ვიღაცას ამისი ჯერა, ვიღაცას ამისი არ ჯერა, მაგრამ რაც ნათელი არის და ყველა თავისი თვალით ხედავს და თავისი ყურით აქვს მოსმენელი, ხო? რა ვერ გვაპატიეს ჩვენ, რაც მე შემდეგ რეზოლუციაში ასახეს, არაერთში და თვითონვე მოახდინეს ამის ილუსტრირება, სწორედ ამ ევრობიუროკრატებმა, რომ თურმე როგორ არ დაუწესეთ ჩვენ რუსეთს სანქციები და რატო არ ჩამოშალეთ ჩვენი ეკონომიკა. რატო ვინმე აზღვრობდა ჩვენ ეკონომიკას, ევროკავშირი გვივსებდა იმ -14%-ს, რაც დათვლილი იყო? ან რატო ვერ ესეც ხო ყველას თავის თვალით აქვს ნანახი დამოსმენელი რომ თურმე რატომ არ გააგზავნა საქართველოს ჩარტერული რეისი მოხალისეებით სავსე უკრაინაში საბრძოლველად და არ შევიდა ესკალაციას რუსეთთან ხო? ანუ აი როგორც აი ბოდიში მაგიტომი და შევაჯამო ხო? რამდენ ეთერში არ უნდა მოვხდე მე ამ თემებზე უნდა ვისაუბრო ვინაიდან ეს არის ფაქტები. ეს არის ამითი შეგვიძლია ჩვენ ავაწყოთ პირდაპირ ლოგიკური ჯაჭვი. სხვა თქვენ თუ შეგიძლიათ რამე მიზეზი მე მითხრათ რატომ დაემთხვა ამ ასე ვთქვათ ურთიერთობის ესეთი შებრუნება და ესეთი ბრალდებების წამოსვლა ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, არ ვიცი, მადლობას გადაგიხდით და ვიტყვი, რომ თურმე მე ლოგიკა არ მაქვს განვითარებული. მაგრამ სხვა ფიზიკურად არაფერი არ არსებობს. აი ეს არის, ამითი არიან უკმაყოფილოები, ეს ვერ გვაპატიეს,
უნდათ ქართული ოცნების ჩანაცვლება მართული ოპოზიციით, ვისაც რასაც დაავალებდნენ, იმას შეასრულებდნენ, მთლიანად ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია, წააგეს მათთან ერთად არჩევნები, შემდეგ მოდი არ დავივიწყოთ, ხო, არჩევნების თემასაც შევეხოთ. როდესაც მათთან ერთად არჩევნები წააგეს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად თვითონ ჩაუტარეს, ხო? ესე იგი, არჩევნების თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა ლიდერი საუბრობდა, რომ ამ ტექნოლოგიით არჩევნების გაყალბება იყო შეუძლებელი. სამი ფაზა გაიარა, შემდეგ რომ საუბრობდნენ, რომ ერთი ადამიანი 17-ჯერ ხმას აძლევდა, ქალბატონი ზურაბიშვილი რომ საუბრობდა. ამერიკული დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, ძალიან დიდი ავტორიტეტით ვინც სარგებლობს, სამი ფაზა აუდიტის გაიარა, სადაც დამტკიცდა, რომ დუბლირება იყო შეუძლებელი. ეუთოუდირის საბოლოო ანგარიში ვიხილეთ, რომელიც მათივე სტრუქტურა არის და არავის არ აინტერესებდა ეუთოუდირი, ვინაიდან ეუთოუდირმა დაწერა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე და აბსოლუტურად ყველა სუბიექტს ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა თავის საარჩევნო კამპანია. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში აღიარება ბატონი გახარიასი, ბატონი ხაზარაძის და ბოლოს იყო ქალბატონი წითლიძე, ვინც ერთ-ერთი დასვეს ის ციფრი თავისი ამომრჩევლის, რაც ცესკომ და ანუ რაშია საქმე არის მხოლოდ ერთ რაღაცაში, რომ არ აწყობთ ქართული ოცნება, ვინაიდან ჩვენ არ შევასრულეთ რაღაცა დაკვეთები, რომელიც დაანგრევდა ჩვენს ქვეყანას. არ შევასრულეთ, როგორც არ უნდა იყოს ზეწოლა და როგორც არ უნდა იყოს სანქცია. უკრაინის ომიდან მოყოლებული არჩევნები ახსენეთ, ხო, კარგით ეს ყველაფერი, გაიარა ქვეყანამ და დღესაც ისმის მწვავე კრიტიკა თქვენი ევროპელი კოლეგების თუ პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ამჯერად ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას აპროტესტებენ. ამას როგორ უხსნით თქვენს პარტნიორებს, ან საერთოდ როგორ ხსნით, როდესაც აი ყველა თქვენი ოპონენტი ამაზე საუბრობს, რომ ის ვალიდერი, წინ არჩევნებია, პარტიები, რომლებიც მას შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ, მათი ლიდერებიც ციხეში არიან, ანუ როგორ ხსნის ამას ხელისუფლება? აი ღიმილის მომგვრელი არის იქიდან გამომდინარე, რომ ამას ახსნაც არ უნდა ჭირდებოდეს. ისინი აკვირდებიან თუ როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, ხო? მათ, ანუ ოპოზიციის გარე უფროსებზე მაქვს მე საუბარი. დატოვეს ოპოზიცია ქუჩაში, როდესაც ჩაახსნევინეს სიები, ხო? 61 მანდატი სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის, ხო? სერიოზული ტრიბუნის გამოყენება შეეძლოთ პარლამენტში, ხო? კომისიებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. დატოვეს თვითონ ქუჩაში, ვინაიდან ეგონათ, რომ იმ წნეხის საფუძველზე ქართულ ოცნებას გადაადგმევინებდნენ იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯები ჩვენ გადაგვევინეს 2020 წელს, როდესაც ჩვენ კომპრომისებზე წავედით. ჩვენ კომპრომისებზე არ წავედით, ოპოზიცია დარჩა ქუჩაში. შემდეგ არის საგამოძიებო კომისია, ხო? თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ალბათ ყველა ეთერში ეს უკვე გავიდა, ოპოზიციური ტელეარხების გარდა სავარაუდოდ ყველგან გავიდა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები, თუ რა სანქციები მოყვება იქ, როდესაც პოლიტიკოსი ხარ თუ ბიზნესმენი ხარ თუ ყოფილი პრეზიდენტი ხარ თუ პრემიერ-მინისტრი ხარ, არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ხო? აბსოლუტურად ყველგან არის სანქციები და ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით მკაცრი სანქციები, ვიდრე ამას ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა. გაცილებით მკაცრი სანქციები არის უმეტეს ქვეყნებში, რომელიც მე ჩამოყალიბდა. მაგრამ ამდენ ლიდერს ერთად მიყოლებით და მე ეს არის თავიდან ბოლომდე კომპეტენცია საგამოძიებო კომისიის და შესაბამისად ეხა იმ ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობდა იმ 2011 წლებში, რაცაც ჩვენ ვისმენთ და ძალიან რთული მოსასმენი და საყურებელია იმას, რასაც უყურებთ ჩვენ საგამოძიებო კომისიაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, მაგრამ უშუალოდ დაზარალებული მხარისგან ვიცით, ვისმენთ ეხლა მაგ ყველაფერს, გაცილებით მძიმე არის და რა თქმა უნდა, ვისთანაც კითხვის ნიშნები არის, ყველა არის დასაბარებელი, რაზე არის საუბარი, თუ ადამიანი მართალი ხარ, პირიქით მიდი და მთელი საქართველო გიყურებს და დაამტკიცე შენი სიმართლე. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ოპოზიცია სპეციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მისულიყო ციხეში? შესაბამისად, ეხლა აი იმ კითხვას რო გავყვე, რომ დღეს უკვე კრიტიკა წამოვიდა, ესე იგი ის თემები ჩავლილია, არჩევნებთან დაკავშირებითაც ვერაფერს ვერ გვეუბნებიან, იმიტომ რომ ფიზიკურად მტკიცებულება ვერავინ ვერ დადო და ბატონი იოსელიანიც, რომელიც ხშირად ჩვენი კრიტიკით არის ხოლმე უფრო ხშირად, უბრალოდ დაკავებული, მანაც თქვა, რომ ეხა 100,000 პირადობის გარეშე ადამიანი რო დარჩენილიყო, მე არ მჯერაო, ერთი მაინც მოვიდო და საჭირი ჩემამდეო, ხო? მაგ თემამაც გადაიარა და ერთადერთი თემა, რომელიც ეხა დარჩათ, ავალებენ თავიანთ, ასე ვთქვათ, აგენტურას, არ გამოცხადეთ კომისიაზე, რომ თქვენ შემდეგ კანონის შესაბამისად სანქცია შეგეხოთ, აღმოჩნდეთ საჯელახსრულების დაწესებულებაში და ჩვენ კიდე მეტი სალაპარაკო მოგვეცეს, ის რომელი ტრიბუნაც არ უნდა იყოს ევროპარლამენტის, რომ თუნდაც არის საქართველოს რაღაც პოლიტიკური დევნა. კონტრარგუმენტი ისეთ რა არის, აქ ვანი წითლიძე იყო წინა გადაცემაში და ისამობდა, აი გახარია რომ მივიდა რაო. მაინც გასაქცევად გაუხდა საქმეო. ანუ უნდობლობის მომენტზეც საუბრობენ, ამბობენ რომ მისულიყვნენ კომისიაში. თქვა შესაძლოა მაინც როდესაც ბატონი გახარია გამოცხადა კომისიაზე, რა თქმა უნდა,
მის წინააღმდეგ აბსოლუტურად არაფერი არ მომხდარა, არანაირი სანქცია არ ამუშავებულა, ვინაიდან მან პირნათლად მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვადი. ხო, ჩორჩანას ეპიზოდს რომ მე გახარიას ხელმეორე დაბარებას რაც შეეხება და პროკურატურაც რო დაინტერესებული არის საქმით. ეგ ცალკე საკითხია და მაგითიც ნუ შეიყვანენ ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში, ხო? ბატონ გახარიას ასახსნელი აქვს შემდეგი რაღაცა. როდესაც იგი ამბობს, რომ საგუშაგო ჩადგა იქიდან გამომდინარე და ყველას თხოვ რომ გადაახვიო საგამოძიებო კომისია, ხო? ერთ წუთში ცვლის თავის ჩვენობას. იგი ამბობს, რომ თავარი მიზეზი იყო გატაცებებიო. ბატონი ალეკო ტაბატაძე იქვე უზუსტებს, რომ მე ვიცი ეს ამ თემაში ჩართული ვიყავი და გატაცებას ადგილი არ ქონიაო და ზუსტად ერთ წუთში ბატონი გახარია ამბობს, რომ მე სიტყვა გატაცება საერთოდ არ გამომიყენებიო. აქ უკვე ჩანს ბატონი ასე ვთქვათ გახარია თუ როგორ ასე ვთქვათ ცდილობდა სიტუაციიდან გამოწვევას. კარგი, ეს გვერდზე გადავდოთ. ეხლა რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს კიდევ უფრო სიღრმეში შევიდეთ. ეს ბატონი ამბობს, რომ მე ამით ისეთი ნაბიჯი გადავდგი, კი ბატონო, სუსტან არ იყო შეთანხმებული, პრემიერთან არ იყო შეთანხმებული, ევროკავშირის მისიებთან არ იყო შეთანხმებული, მაგრამ ამითი დავიცავი ჩვენი ტერიტორიები. ფაქტები და მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ამის შედეგად და საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ 5 საგუშაგო ოკუპანტისგან და სეპარატისტებისგან, ხო? შესაბამისად, ამაზე ამ კითხვებზე პასუხი ვიღაცამ ხომ უნდა გაცეს და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში არის, რომ ხელმეორედ ბატონმა გახარიამ ამ ყველაფერზე პასუხები გაცეს. ეს ჩვენი მოქალაქეებს უფლება მიიღო თეა წულუკიანისგან თანხმობა, ნუ ურიბლის უკვე შედგება ჩართვა. აქაც რომ არავის არ დაუტოვოთ ჩვენ რაღაცა სალაპარაკო, ვინაიდან ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მნიშვნელოვანი არის რომ ფიზიკურად ესწრებოდეს ბატონი გახარია, ხო? მაგრამ თქვა ბატონმა გახარიამ რომ არ ვიმყოფები საქართველოში და უნდა ჩავერთო, ხო? აქაც რომ სასპეკულაციო ველი არავის არ დაუტოვოთ, აქაც მიიღო მან თანხმობა რომ კი ბატონო მოდი ჩაერთე და ისე გაეცი კითხვებზე პასუხები და ყველანი ერთად დავაკვირდებით თუ როგორ გაცემს იგი ამ კითხვებზე პასუხს, ვინაიდან ძალიან რთული არის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა იმგვარად რომ თავი გამოიძვრინო იმ მიზეზებით, რა მიზეზებითაც იგი პირველ კომისიაზე ცდილობდა თავის გამოძვრენას, ხო? თუმცა ის გამოცხადდა, სხვა ოპოზიციისგან განსხვავებით, შესაბამისად ბატონ გახარიას არ შეეხო, შესაბამისად ბატონი გახარია არ არის არც სასჯელასრულების დაწესებულებაში და არსად, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთხელ შევეხები იმ თემას თქვენ რომ ახსენეთ, რომ ეხლა ევრობიუროკრატები გვიწუნებენ თურმე იმას, რომ დაკავებულები არიან პოლიტიკოსები, ანუ თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელასრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდება და შემდეგ ამას ნუ დაარქვევენ, ნურც პოლიტიკურ დევნას და ნურც რაღაცა პოლიტპატიმრობას და ასე შემდეგ, ხო? ეს მათ ჭირდება სპეციალურად იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო რაღაცა თემები აბსოლუტურად შემოაკლდათ, კიდევ ერთხელ ვამბობ, უკვე არჩევნებზეც ვერაფერს ვერ ამბობენ, იმიტომ რომ მტკიცებულებას დადებული არ აქვს და ეხლა მათი დღის წესრიგი არის ძალიანად აწყობილი იმაზე, რომ თურმე არის პოლიტიკური დევნა დაწყებული საქართველოში. ეხლა მე თუ ჩემი ფეხით იმაში შევდივარ, რა ქვია, სასჯელასრულების დაწესებულებაში, ქართული ოცნება და ჩვენი ხელისუფლება და ვერც მთავრობა და ვერც საგამოძიებო უწყებები ვერც ვერავის ვერ დააძალებენ რომ კანონიერად იმოქმედოს და ვერც ვერავის ვერ აიძულებენ რომ საპირისპიროდ იმოქმედოს, ხო? ყველა მიცის კანონი, ინდულგენცია არც პოლიტიკოსობა არ არის და არც ერთი პროფესია არ არის. შესაბამისად, ვინც მოქმედებს კანონის ფარგლებში, აბსოლუტურად არაფერი, მაგრამ ვინც კანონს არღვევს, რა თქმა უნდა, იგი მიიღებს იმ პასუხს, რაც არის ამ კანონით გათვალისწინებული. ეს არის ორჯეროვანი. ბოლო კითხვა, რადგან გახარიაზე საუბრობთ, მიმდინარე კვირის რიგარეშო სესიაზე თქვენ უნდა შევწყვეტოთ ეს ბოლო კითხვა, იმიტომ რომ დრო გვეწურება. უნდა შეუწყვიტოთ სადეპუტატო უფლებამოსილება 12 დეპუტატს თუ არ ვცდები გახარიას გუნდიდან შესულს, მაგრამ მათ არ გაუქმებიათ, არ ჩაუხსნიათ თუ რა ტერმინი იხმარება ცესკოდან სიები. ამიტომ შეიძლება ველოდოთ, უფრო სწორედ თქვენ არის ალბათ მათ უნდა ვკითხო, მაგრამ თქვენ გააქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ამ 12 ადამიანის გარდა, ვისაც მანდატები შეუწყვეტება, ვთქვათ საშემოდგომო სესიაზე ვიხილოთ შემდეგი 12. ხო, ნუ ამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ამის პროგნოზირება, რა თქმა უნდა, რთულია. რა თქმა უნდა, ეხლა ეს პირველ 12-ელს უწყდებათ უფლებამოსილება, უკვე რა პროცედურებიც საპროცედურო კომიტეტს ყველა პროცედურა გავლილია, კენჭისყრაზე დადგება და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ხარს დაუჭერთ, შესაბამისად ამ კვირაში უკვე პირველ 12-ელს შეწყვეტილი იქნება უფლებამოსილება და ანჩენ ეხლა ისარგებლოს თუ არა ეს მათი უფლებაა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვერც ვაიძულებთ და ვერც აბუბძავთ, ხო? ერთ-ერთი რეზოლუცია მინდა გავიხსენე ევროსაბჭოში მიღებული, თორსტები თვენახევრის წინ იყო, როდესაც ევროსაბჭოს ერთ-ერთ რეზოლუციაში ეწერა, რომ აი რატომ არის წარმოდგენილიო აი ამ 4 რადიკალური პარტიის გარეშეო პარლამენტი, ანუ აი ნუ როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე, ანუ ვინ დააძალა, ხო? ანუ თვითონ დატოვეს ქუჩაში, ვინმე დააძალა, რომ დატოვეთ მანდატები ან ჩახსენით თქვენი სიებიას შენ. თუმცა ბატონი გახარიას პარტიასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ბევრი კითხვის ნიშანია, ვინაიდან ჩვენთან ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, არ მხოლოდ მისი პარტიისგან და
ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია არის, სწორედ ამ სიებთან დაკავშირებით, მანდატების მაგრამ თქვენ აპირებთ რომ ჩახსნათ ეს მანდატები, როგორც პირველ 12-ს რა თქმა უნდა, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივად რეგლამენტით გათვალისწინებული და სხვაგვარად ვერ იქნება, ხოლო დანარჩენს უნდა დავალებოთ. მაგრამ ისინი კვლავ რჩებიან პარლამენტის წევრებად. პარტია თვითონ, ხო შემდეგი 12 კი ბატონო და თუ ისინი მოგმართავენ, რა თქმა უნდა, ჩაუხსნით, თუ არ მოგმართავენ და ისინი ივლიან ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, სესიებზე და არ დადგება რეგლამენტით გათვალისწინებული უკვე დღის წესრიგის მანდატების ჩახსნა, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მანდატები და ისარგებლებენ ამ უფლებამოსილებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან რომ პასუხობდით, მინდოდა მიღებულ კანონებზეც მეკითხა, მაგრამ სხვა დროს ვისაუბროთ, დრო აღარ დაგვრჩა. ლევან მაჭავარიანი პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს.